დეკრიმინალიზაცია, ესე ვთქვათ, რეაბილიტაციის პროგრამების გარეშე, მხარდამჭერი პროგრამების გარეშე ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის, ხო, არაფერი არ არის, არაფრის მომტანი არ არის და მინდა ისიც თქვა, რომ რეალურად, ძალიან ხშირად ამბობენ იმას, რომ ჩვენ თუ დეკრიმინალიზებას გავაკეთებთო, საერთოდ ყველა დაიწყებს მოხმარებას და კვლევები აჩვენებს, რომ ეს არ ხდება, შეიძლება რაღაც პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, თუნდაც პორტუგალიაში ძალიან ცოტათი მოიმატა მართლაც მოხმარება, მაგრამ დაუბრუნდა ნიშნულს და პირიქით, ნელ-ნელა ქვევითკენ იწევს. თუ კი სახელმწიფოს მართლა ადარდებს ეს ნარკოპოლიტიკა და მათ შორის საზოგადოებასაც მინდა მივმართო, რომ არ აყმნენ აი ამ პოპულისტურ რაღაცას და არ შეხედონ ამ პრობლემას როგორც მხოლოდ რაღაცა კრიმინალის პრიზმიდან, არამედ ამას შეხედონ იმ პრიზმიდან, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ის რომლებისთვისაც სახელმწიფო ფაქტობრივად დასჯის გარდა აბსოლუტურად არაფერს არ სთავაზობს, ხო? და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი და ასევე დასჯა ვერ შეამცირებს და არ ყოფილა მაგისი არც ერთი პრეცედენტი, რომ შეემცირებინა ზოგადად ნარკოტიკების მოხმარება ქვეყანაში.